ისე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას და დღესაც ისევ დავძერო, ადამიანები არის მთავარი ღირებულება ამ ქვეყანაზე და ეს ადამიანები, რომელიც თან შემოქმედებითი ადამიანები არიან, რა თქმა უნდა, უდიდესი ტექნოლოგიების ჩართვას ჩვენი ცხოვრების პროცესში, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც მუსიკა განსაკუთრებით მიყვარს, ძალიან დიდი ბედნიერებით და სიამაყით მინდა წარგიდგინოთ, პირდაპირ წარდგენით დავიწყებ ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი, მაესტრო, კომპოზიტორი, მუსიკოსი, პიანისტი ნიკოლოზ ნიკვაშვილი, ნიკა, ჩემო ძვირფასო, ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი საჩუქრის ასე ვთქვათ, საჩუქრით გვანებივრებს ახლა ამ დღეებში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდა, რომელიც სათავეშიც ეს არაჩვეულებრივი მაესტრო დგას და ჩვენ ვისაუბრებთ დღეს მიზეზი ნიკას სტუმრობისა ჩვენ სტუდიაში არის ჩვენი უდიდესი ლეგენდარული ქალბატონის ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი, რომელიც ბათუმში ჩატარდება, მაგრამ მანამდე ნიკა მე მინდა მადლობით დავიწყო. მადლობით, რომელიც ეკუთვნის, რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროს, იმიტომ რომ შენ ვერ შეძლებდი ამას მათ გარეშე, მაგრამ ეს ინიციატივა წამოდა შემოქმედებით საქართველოს, თუმცა ეს თბილისის მერია მართლა იქ ყველას გულწრფელ მადლობას უხდი იმ დღესასწაულებისთვის, რომელიც უკვე იყო და აწი კიდევ გაგრძელდება. მაგრამ პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო ის ორი კონცერტი, რომელიც ჩვენს აკადემიურ თეატრში, ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში ჩატარდა, ეს იყო შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიული ორკესტრი, რომლის ხელმძღვანელი უკვე 8 წელია არის ჩვენი თანამემამულე. უდიდესი მუსიკოსი გოგი ჭიჭინაძე, რომელიც ჩვენ ძალიან ხშირად იმ კონცერტებზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ რა არის, შენი მეგობარია, ბავშვობიდან ერთად მოდიხარ, იცი მისი ნიჭიერება, მაგრამ თურმე ამას კიდე რაღაცა ეს საზღვრები რო არა აქვს ამ ნიჭიერებას, ეს ძალიან თვალნათლივ დავინახეთ ამ ორ დღეში, მართლა მადლობას გიხდით ამ კონცერტებისთვის. ეს იყო გოგა, ისეთი დღესასწაული, ეს იყო დაუჯერებელი მუსიკალური სასწაული, რომლის მომსწრეებით ჩვენ ვიყავით. არ ვიცი, მე ალბათ ეს კომპეტენცია არა მაქვს, როგორც მუსიკოსმა გავარჩიო ეს ორი კონცერტი, მაგრამ როგორც მსმენელმა ორი დაუვიწყარი საჩუქარი მქონდა მე პირადად და ყველა იმ ადამიანს, ვინც ესწრებოდა ორი დღის განმავლობაში ამ კონცერტზე. ნიკა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შენ, დიდი მადლობა გოგი ჭიჭინაძეს, დიდი მადლობა სათითაოდ ყველა მუსიკოსს, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში, მე ეს ორი დღე არასდროს დამავიწყდება. დიდი მადლობა ამისთვის, მე ვიცი რომ უკვე ასე ვთქვათ, უკუგება მოყვა ამ კონცერტს და ორი სიტყვით გავიხსენოთ ეს, გითხარი როგორი გამოხმაურება ქონდა და მე გადავიდეთ თავარ თემას. უნებრივია ეს პროექტი, იმიტომ რომ იმდენად მასშტაბური იყო, ხო ჯერ მარტო ის რომ 90 ადამიანი ჩამოვიდეს ქვეყანაში და შემდა შეძლო რომ ის რაიდერი, რომელსაც გიგზავნიანან ის პირობები ყველაფერი შეასრულო და ეს იყოს ისეთ დონეზე, რომ მათ კიდე გაუჩნდეთ სურვილი იმის, რომ დაბრუნდეს და ეს სურვილი ნამდვილად აქვს, იმიტომ რომ დღესაც ვიდრე თქვენთან წამოვიდოდი, დილით ძალიან გრძელი წერილი მომივიდა ფილარმონიიდან, სადაც საოცარ სიტყვებს ამბობენ და ამბობენ, რომ ნუ მსგავსი მათ ცხოვრებაში არ ყოფილა, როგორც ეს გასტროლი. არა და ეს არის ორკესტრი, რომელიც შესანიშნავი საგასტროლო ცხოვრების ცხოვრობს და არის ერთ-ერთი წამყვანი დღესდღეობით ევროპის და ამაში ძალიან დიდი დამსახურება არის. რიზა უკვე ახსენე, ჩვენი მართლაც საამაყო დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად უმაღლესი პროფესიონალი დირიჟორი, რომელმაც იცის ზედმიწევნი თავის საქმეს, ზუსტად იცის როგორ გააკეთოს და ნამდვილად ის ჯადოსნური დღეები, რომელიც გვაჩუქეს, ეს არის სწორედ მისი დამსახურება, რომ ამ
ამ დონეზე შეუძლია მას მუშაობა და აყვანა და ეს ურთულესი პროგრამა, რომელიც არც თუ ისე ხშირად სრულდება ჩვენთან რასაკვირველია, გამომდინარე იმ სპეციფიკიდან და მარტო ჩვენთან. ხო, აი ეს არ არის ხო ესე ვთქვათ, იმიტომ რომ დიდი შემადგენლობა არის საორკესტრო, ბრწყინვალე სოლისტები, ერთი იყო ესპანეთიდან, მადრიდიდან გახდათ პიანისტი ლუის ფერნანდო პერესი და რაც შეეხება ჩელისტს, რომელიც დვორჟაკს უკრავდა, ის იყო პოლონელი. თვითონ აბსოლუტური ვირტუოზი და ამ ვირტუოზობასთან ერთად რაღაც საოცარი მუსიკოსი, ხო, ეს ერთობლივად იყო ეს ყველაფერი რაფინირებული და უაღრესად დახვეწილი ეს ყველაფერი ის, რასაც მოითხოვს აკადემიური მუსიკა, მისი შესრულება, მე ვფიქრობ, ყველა სტანდარტს არათუ აკმაყოფილებდა, არამედ ცდებოდა და ეს მიიღო პუბლიკამ. ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად ვერ ვგრძნობდით, რომ საქართველოში ვიყავით, ისეთი გარემო იყო მთლიანობაში და მე ყველა ადამიანს მინდა ვუთხრა ამაში მადლობა, უკვე ახსენე კულტურის სამინისტროს, იპი შემოქმედებითი საქართველოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მე ყველა ადამიანს კიდე ვინც უკან იყო ამ ყველაფრის. ჩემი გოგოებს მინდა, ორგანიზატორები, რომლებმაც საოცრებები მოახდინეს. აბსოლუტურ იმაში დაფასებაში, იმიტომ რომ მათგან იმდენი სიყვარული მიიღეს და იცით რა, ისინი გრძნობენ, როდესაც ესეთი სითბოთი, ესეთი რაღაცა გულთბილად ხო იღებ ამას გრძნობენ და ოპერის სახელმწიფო თეატრს მინდა ვუთხრა, უდიდესი მადლობა ძალიან კარგი ორგანიზებული. რომლებმაც, არ ვიცი რა გააკეთეს და როგორი აქვს გადაღებული და მოგასმენინი. მართლა დაუჯერებელი რამე იყო. აი არასდროს არ დამავიწყდება ეს, როდესაც სინქრონი, სისუფთავე აი რაღაც ერთ ორგანიზმად შეკრული 90 ადამიანი და წინ კაცი, რომელიც როგორ მუსიკას აკეთებს, იცით, აი მე მეგონა რაღაცა მომენტში, როდესაც შტრაუსი მთავრდებოდა, ვერ დაველოდე დასრულებას და მანამდე ამოუშვი ხმა პირიდან, იმიტომ რომ მე მეგონა რომ უბრალოდ გული გამისკდებოდა. აი ეხლა ძალიან ემოციებში გადავიჭერი და უხერხულია, ხო, ვერ გამოვედით ნამდვილად. რაც მაქვს გადაღებული, ნიკა, სხვათა შორის ძალით ვიღებდი, იმიტომ არ მინდოდა ამ დროის დაკარგვა და რაღაც მომენტში უბრალოდ რომ აი ფიქე დამჩეს თქო და აი 2 დღეაც რომ დავწვევი სანამ დავიძინებ უსმენ იმას რაც მაქვს ჩართული რომ ეს ემოცია კიდე განვიახლო. მოდი ახლა ამას დავამთავროთ, იმიტომ რომ შემდეგი მიზეზიც ძალიან კარგი გვაქვს. არ ვიტყვი მაინც ასაკს მიუხედავად რომ თვითონ არ მალავს. ქალბატონ ნანის წელს მრგვალი თარიღი უსრულდება. ეს არის ქალი, რომელიც ღმერთმა ჯამრთელად გვიმყოფოს დიდი ხანი, მაგრამ ის თუ ერთია, სანამ ერთი ადამიანი იცხოვრებს საქართველოში, ნანი ბრეგვაძე ყოველთვის გვეცოდინება, გვემახსოვრება, იმიტომ რომ მან შექმნა ეპოქა, სასიმღერო ჟანრის აკადემიური, აბსოლუტურად სხვა შესრულების მანერა, სხვა კულტურა, სხვა რაღაცა და თითქოს ქართველი ქალის რაღაცა სახე, მუსიკალური სახე, შემოქმედებითი სახე დაგვიტოვა, რომელიც დღემდე ყველანი ვცდილობთ, ვინც სცენაზე ვდგოთ, ვინც ამ ჟანრში მოღვაწეობთ, ნანისი პატარა ყველას ყველა ვპარავთ, ყველა ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად გავაგრძელოთ აი ეს რაღაცა საოცარი აკადემიური, რაფინირებული დამოკიდებულება ნოტის, სიტყვის, ჟღერადობის სადმი, სასცენო იმიჯი, აი ყველაფერი ამ ქალმა შეძლო, რომ მთლიანად მეჩხუბებიან სტუმარსაც ალაპარაკეო დღეს ნახე რა ბედნიერია შეხედე როგორ გაიღიმა. მოკლედ მე მინდა რომ ბათუმში 11 ივნისს იქნება საიუბილეო, კიდევ ერთი ჩვენ ვიწყებთ საიუბილეო, იმიტომ რომ ეს ციკლი რასაკვირველია ამ ადამიანს აქვს წელს საიუბილეო, ესე იგი ეს წელი არის და აქედან გამომდინარე ალბათ მე დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი ღონისძიება ჩატარდება სწორედ ამ ეგიდით. თუმცა ჩვენ აღმოჩნდით ფესტივალი და მე ძალიან მიხარია პირველები, რომლებიც გავახსნიან ამ საიუბილეო წელს. თან ბათუმში, იმიტომ რომ უკვე შესაბამისი სეზონი არის და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხდება ბათუმს და მინდა აქვე მადლობა უთხრა ბათუმის მერიას, სოფო ხალბაშს, აი ესეთი ჩართულობისთვის და ისეთი გვერდში დგომის ის ყოველთვის ფესტივალს
სხვათა შორის გვერდში უდგას და ჩვენ ერთობლივად ვაკეთებთ ეს როგორც ვიწყებთ თბილისში და ვთქვათ აქ არის კონცერტი ყოველთვის მე მივდივართ ბათუმში და რასაკვირველია მათ უდიდეს მადლობას ვუხდი აი ამ თანადგომისთვის და ნიკა ნანი ბრეგვაძეს აქვს 1000 სიმღერიანი რეპერტუარი მე დარწმუნებული ვარ რომ გახდათ ესე იგი ამდენი კომპოზიტორისთვის და პრაქტიკულად პირველი შემსრულებელი იმ სიმღერების რომლებიც ჩვენთვის არის განსაკუთრებული და ყველა ქართველისთვის არის ესე იგი რა რთული არის რომ შეარჩიო რეპერტუარი რა რთული არის რომ ააწყო მაგრამ ნიკა წულუკიძე რომელიც იქნება საღამოს წამყვანი ну ისეთი თემატურად დაგეხმარათ ხო ნიკა რაღაც მოიფიქრა იმიტომ რომ სწორედ კიდე გუშინ გავდიოდით ესე იგი ვისხედით და აი ამას გავდიოდით სცენარის საკითხებს და ისეთი რაღაც საინტერესო მოიფიქრა რომელიც მინდა რომ სიურპრიზად დავტოვო იმ მსმენელისთვის რომელიც 11 ივნისს ესტუმრება ბათუმის დრამატულ თეატრს და ამ საღამოს დაესწრება იმიტომ რომ სრულიად განსხვავებული იქნება ეს არ იქნება ტიპიური კონცერტი როდესაც მსმენელი მოდის და თქვა ელოდება რომ თავიდან ბოლომდე თქვა ეს კონცერტი დაიწყება დამთავრდება აქ იქნება რაღაც ისეთი რომელიც ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ ეს მსმენელისთვის იქნება აბსოლუტურად განსხვავებული სამყარო და რასაკვირველია მე ვუერთდები ამ უდიდეს პატივისცემას ამ ლეგენდარული ქალბატონის მიმართ იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის მართლაც განსაკუთრებული და ჩვენ ყველანი ვცდილობთ რაღაცნაირად ჩვენი მხრიდან მას რაღაცა ერთი სიტყვით მაინც მოვეფეროთ ან ჩვენი პატივისცემა მადლობა გადაუხადოთ პატივისცემა გამოვავლინეთ იმ ყველაფრისთვის იმ უდიდესი შემოქმედებისთვის რომელიც მან შექმნა და დღემდე გვახარებს მის საოცარი ფორმით და შესანიშნავ ფორმაში. ეხლა რაღაცა ისე მოგვინდა ალბათ გოგა შენც ხო ისე მოყვარო რაღაცა მომინდა ყოფნა და ჩვენ ბათუმში ვერ წავალთ იმიტომ რომ ეთერები გვაქვს არის თუ არა იმის შესაძლებლობა რომ სხვებმაც მოისმინონ ეს იცით რა არის აი დღეს გამოვიდა მე ყოველთვის სხვათა შორის ეს მინდა ვთქვა რაც შეეხებოდა იმ ორკესტრის კონცერტებს რომელიც უკვე შედგა და ეხა ქალბატონი ნანი და ეს გრძელდება ამაზე მე კიდე ვისაუბრებ ყოველთვის ვცდილობ რომ იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი მიუხედავად იმისა რომ ეს ძალიან რთულია და ძალიან არ შეიძლება რომ არ კონდეთ მსმენელს იმის საშუალება რომ ამას დაესწრონ და შემადგენლობაც მოგვიყევინოთ აუცილებლად გეტყვით რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი ესე იგი დღეს გამოჩნდა ბილეთები და მე მგონი უკვე ესე იგი დარწმუნებული ვარ თან არ არის თეატრი ბათუმის დიდი და არც ისეთი არ არის რომ თქვა ეს 10000-ობით კაცი იტევდეს ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან შეზღუდული არის და ძალიან დროში არის მოსასწრები უბრალოდ ვინც მოასწრებს რასაკვირველია მოხდება რაც შეეხება ქალბატონ ნანისთან ერთად აუცილებლად წარსდგებიან მისი შვილი და შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე ეკა მამალაძე შესანიშნავი ანსამბლის შვიდკაცა რომელიც ხშირად არის მის გვერდში და ნამდვილად ფანტასტიკური სოფო ხალვაში ჩვენი მასპინძელი არის და რა თქმა უნდა ჩვენს გვერდით იქნება და ნუ რაც მთავარია ამ ყველაფერს აიყვანს დიახ ნუ ორკესტრი გასაგებია მე და ნიკა წულუკიძე მართლა ისეთ საინტერესო ამბებს ამზადებს და ისეთ საინტერესო პერფორმანსს რომ მე მგონია რომ ეს საღამო კიდევ ერთი ძალიან მომინდა და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ. მე ვიცი რომ ეს ფესტივალი ამით არ მთავრდება. მე გელოდებით უკვე გოგა შემისრულა ღიღიმის ის იღიმის შემისრულა დანაპირები მე და შენ გავიძღეთ გული მოკლედ მუსიკაზე საუბრით. უღრმესი მადლობა ნიკა რომ გვესტუმრე და მართლაც გელოდებით უკვე შემდეგი კონცერტის ანონსებისთვის. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ.